ალკოჰოლზე თუ არის კითხვა, ვიტყოდი, რომ პირველი უმნიშვნელოვანესი რამ, რაცაც აი ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა ქართულ სუფრაზე, ეს არის წყალი. აი, მივხვდი და ავწიე წინას. აი, დიდი ბოთლით მიმზიდველად დამდგარი წყალი, რომელიც სხვათა შორის ძალიან ბევრ სუფრაზე არ არის ხოლმე. ძირითადად არის ტკბილი გაზიანი სასმელი და არის ალკოჰოლი. წყალი რაღაცნაირად ჩამალული არის ხოლმე ამ ტკბილ სასმელში, ან საერთოდ არ არის. და ეს რა თქმა უნდა აძლიერებს როგორც ტკბილი სასმელების დალევის ჩვევას იმ სუფრასთან, ისე ალკოჰოლის დალევის ჩვევასაც და პლუს ალკოჰოლთან ერთად სითხის მიღება, ანუ წყლის დალევა უბრალოდ, ვიცით რა ყველაზე კარგი გზაა მეორე დღეს ნაბახუსავისგან თავი რო ავირდოთ, იმიტომ რომ დეჰიდრატაციას იწვევს და ერთ-ერთი ფაქტორი არის ხოლმე რა თქვია მეორე დღეს თავი. ამიტომ ამ ხრივად ძალიან დაგვეხმარება. და თან შარდენი ალკოჰოლი კიდევ უფრო მეტ დეჰიდრატაციას იწვევს და კი, ზუსტად. და კიდევ აი ტკბილ სასმელებზე გავმახვილებ განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ნაწილში ძალიან ხშირად გვინდა წყალი რეალურად და ან საჭმელს ვჭამთ, ან ტკბილ სასმელს ვსვამთ, იმიტომ რომ შევივსოთ აი ეს წყლის მოთხოვნილება, როდესაც სუფრასთან ვზივართ. და გაუკვირდება ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც არ მიუქცევია აი სუფრაზე წყლის დადგმისთვის ყურადღება, ალბათ გაუკვირდება რამდენად სწრაფად დაილევა წყალი სუფრაზე.